მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მივესალმები ML-ის ფან კლუბს. ესე იგი, რატომღაც ჩვენი მანქანები არ არის პოპულარული ოფროუდისთვის. ბევრი არც აკეთებს, იმიტომ რომ არ უღირს ამ მანქანას გაკეთება. ჩვენს მეგობარს, ჩვენ კლუბელს, შაკუნას, ყავს ძალიან მაგარი ML-ი, მენა მონსტრია, კადრებს ნახავთ თქვენ ვიდეოში და ანუ გაკეთებული ყავს ეს მანქანა ძალიან მაგრად. და ეხლა გვინდა რომ ვისაუბროთ ამ მანქანაზე, ამ მანქანის პლუსებზე, მინუსებზე და რაც თავარია, არავინ არასდროს არ დებს პრაისს. ანუ რა დაჯდა ამ მანქანის ასეთ დონემდე გაკეთება, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ამ მანქანის აწყობა, ღირს თუ არა, თუ ღირს რა ძრავით ღირს ამ მანქანის მოხოდვა, ერთ სიტყვით ესე ვთქვა და მოდი დღეს ვისაუბროთ ჩვენ 5-დან 0-ზე. აგერ მოდი თავის პატრონს უკეთესად მოგვიყვება ყველაფერი. შაკუნა ერთ სიტყვით მოდი გითხარი, ანუ ეს მანქანა ჩემ მოდი დავიწყოთ, რა აქვს აკეთებული, რა გააძვირა ეს მანქანა უფრო. ამ მანქანის გაკეთება შეიძლება ორი ვარიანტით. გადაიხადო ბამპერებში ძვირი და თავისი ბალკებზე გააკეთო ბამპერი რო აწყო რკინის ტრუბებით. ჩვენი გამოდის ეს არის ინტერნეტში მსგავსი ვერსია. ეს კონკრეტული ბამპერი შე რა დაგიჯდა წინაც, უკანაც, სად გააკეთებინე და ანუ წონაც რო გითხრა შაკუნა ბამპერის პლუსი რო გითხრა, ბამპერის მინუსი რო გითხრა, აგერ ხედავთ კი ბატონო, ანუ ეს ფირმა მე კომპანია უბრალოდ ვიცი, Facebook-ზე თქვენი გვერდი გამოწერილი მაქვს. აბა რა დაჯდა ეს მანქანა? კი ბატონო, თავიდან სტოკი როგორც იყო, რა როგორ ანაირად ძრავზე გითხარი და შემდეგ გადავიდეთ უკვე დანარჩენზე. ჯერ ვიზუალურად ვთქვათ, ანუ ბამპერები შეიძლება გააკეთო ტრუბით, მაგის იაფი 300 ლარი წინა ალბათ, ერთი მაგდენი უკან უფრო იაფი. ამას თუ გააკეთეთ 900 ლარი ჯდება დუგის გარეშე. აი ამ დუგის გარეშე, ნუ განათება რა თქმა უნდა ეს უკვე ანუ ინდივიდუალურია, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად კეთდება ყველა მანქანაზე. შეიძლება პაჯეროზე დაჭერეს ნახევარი, იმიტომ რომ კუთხეები იმაზე ვაფშე არ კეთდება არაფერი, ხო ხდები ანუ. კი, ანუ ამაზე გადასულია, აი კუთხებს ხედავთ, აქ წახნაგებია გაკეთებული და გადასულია. საფურის აკეთებელია და მაგიტო აძვირებს, ხელობა აძვირებს, თორე ჟესტი შეიძლება 200 ლარი დაჯდა მეტი არა ამას. უკან დაჯდა 900 ლარი, პლუს მაგას 200 ლარი ავტორი, ნატურები, სადღაც 100 ლარი ალბათ კუთხე. მაგათ აღარ მოხდა. ანუ წინა ბამპერი რა დაგვიჯდა? 1200 ლარი. 1200 მე აქ ხედავ, ისაც გიყენია. ლიიბიოტას დგას. ლიიბიოტაში რამე ჩაკუნა და რამე კონკრეტული ფირმა ხო არ არის, რაღაც ისეთი რომ დავუშვათ მაყურებელმა იცოდეს ვის დაყენებას აპირებს. არა, კონკრეტული ფირმა არ არის, იყიდება ძალიან ბევრ მაღაზიებში, GMO Fruadi, 4WD-G. ფასები იცვლება ლართან მიმართებაში, იმიტომ რომ შემოდის საკარკეთება ეს და. შენი ლიიბიოტკა რა დაჯდა? 1100 მივეცი 6 ტონიანში. 1100 და აგერ რავი, ეს არ წერა, არ ვიცი რა მის თუ ნიშნავს. 13000, ანუ სადღაც 5900 რაღაცა გამოდის კონი კილოგრამში. კი 5900, ანუ კი ბატონო, გასაგებია, კი ბატონო. ანუ ლიიბიოტკა 1100, წინა ბამპერი 1200. საბარგული 600 და უკანა ბამპერი 900. კარგი, მოდი ახლა საბარგული ვაჩვენოთ აქ. ანუ ქარხნულ სამაგრებზე დგას საბარგული ისევ. კი. მაგრამ წონაში შეზღუდვა არ აქვს ერთი და წონის შეზღუდვა არ იყო, კრიშა არ დაგეკეცოს, უბრალოდ იმდენი არ დაუყო. კი ბატონო. და უკანა ბამპერზეც ვთქვათ ახლა, ნუ ეს რა თქმა უნდა ჩვენი კლუბის ლოგო, მე არ მეყენია მანქანა სამწუხაროდ, იმიტომ რომ რაღაცომაც არ მქონია სურვილი დამეყენებინა ჯერჯერობით. მაგრამ დავაყენებ. კარგი შაკუნა, ახლა უკანა ბამპერზე ვილაპარაკოთ, მე უცებ სანამ შენ ისაუბრებ, მე ბამპერის ოს გადავიღებ. და 900 ლარი. 900 ლარი, კი ბატონო. თავის შეღებიან, თავის ყველაფრიან, ფარებიან, ყველაფრიან 900 ლარი დაჯდა. ფარები ძალიან იაფია სარცვან გარეშე ხომ 20 თუ 30 ლარი არის ეს ლედი ნატურები. კი ბატონო. საბურავებზე გადავიდეთ, ახლა საბურავებზე. საბურავი არის 285-60-ზე. 15-იანები. ინჩებში არის 32.8. აგერ აწერია. 10.5. სიგანეში არის 10.5. ხო. როგორც მახსოვს, სუფთა 33-ები, რაც არის 39-12 ნახევარ და 17-ები. არის ამაზე 3 სანტიმეტრით განიერი ერთი. და არის სანტიმეტრით არა, ნახევარი სანტიმეტრით თუ 0.7-ით მაღალი. და ახლა იმდენია, ანუ ის საბურავი 33-ები სუფთა რო რავი.
კაი და ვისაც დაყენება უნდა ეხა დაუშვათ ასეთ თემაში, აი ასეთ მდგომარეობაში რომ მოიხოდოს მანქანა. აი, ნუ საბურავებზე ვთქვათ, იმიტომ რომ ყოველ საბურავების პრობლემა გვაქვს და აი რა დაჯდება, შენ რა მიეცამ საბურავებში და წეგან რომელი საბურავების თქვი, ისინი რა ღირს და ესენი რა დაგვიჯდება. ანუ ფასი ერთი და იგივეა, ზომაშია სხვაობა და წონაა მძიმე. პადოესკა ვეღარ ერევა, ბრაგუნობს, ხმელია, ამორტიზატორებიც ვეღარ ერევა, გინცხები დააყენო და რადიკალური გადაკეთება უნდა. ამორტიზატორები რაზეც კაც შეიძლება ვეღარ მოირევს ბუქსაობის, მაგას ვერ გავიგებ თუ არ ჩაშლი და გააფუჭებ და. ყველაზე ადეკვატური ზომა 8 წიო და გააკეთო არის ეს. უყენიათ 33 35 მეტრიც არა. უყენიათ სახში და მორჩაის მანქანა. ვერ დადგა. თბილისში დავდივარ. ტრასაზე, სოფელში, მთაში, ყველგან აბსოლუტურად. ნუ ეხლა რა თქმა უნდა ვიზუალი ესეთი აქვს, რომ ეთყობა სადაც დადიხარ ამ მანქანით. მე როგორც ვიცი, აი ეხლა გაჩვენებთ, აი ეს ამორტიზატორი, კი ბატონო, ვეჭვენო. ეს ამორტიზატორი რის გიყენია? ეგ ამორტიზატორი არის Foreigner-ის 97-დან 2002-მდე გამოდიოდა. არის მაგის უკანა ამორტიზატორები და წინ მიდის ძალიან მარტივი გადაკეთება უნდა, ტულკა, ანუ რაშიც რეზინის შუაში რაც ეს რკინა, სადაც ბოლტი გადის ტულკა, ეგ გადაიპრისა ამის ბოლოებში და მეტი არაფერი დადგა ჩვეულებრივ. და ანუ განსხვავება რა მოგწ ახლა ML-ის ამორტიზატორისგან? ანუ მაღალ წონაზეა იდეაში გათვლილი უფრო ძლიერია ვიდრე ML-ის ამორტიზატორი და ხოდი აქვს ძალიან მაღალი. ML-ის ამორტიზატორს ხოდი აქვს 5 სანტიმეტრი. 5 სანტიმეტრზე ჩავიდა, 5 სანტიმეტრზე ავიდა. სიო. ეს არის 17-18 სანტიმეტრზე მაღლა დაბლა. ახლა განსხვავება. ანუ ხო ხტები, ამ ML-ის ამორტიზატორს მაქსიმუმზე და მინიმუმზე მაღლები აქვს, სადღაც დაბლა კი არიან მაღლა. მაღლები აქვს და მაგ შემთხვევაში ძალა ადგება სუხოი ამორტიზატორის რეზინებს, როგორც ვიცი, მაგრამ რავი, არ ფუჭდება ეგენი, როგორც ეს ეგრე მარტივად და. უკნები? უკანები თავისები აყენია, დავაყენე სხვები ახლები, მეგონა რომ მოერეოდა უფრო. თავისებმა აჯობა ისე მეორადებმა რაც ძველი. და იდეაში მაქვს რომ უკან ორი ამორტიზატორი დაუყენო. სადგამები რო გადაუკეთო თვითონ იმას, გიტარას. მაგრამ ცოტა ისეთი ასაკეთებელია, ჯერი კარგ გამიკეთებია და მაგას გავაკეთე. კი ბატონო, ანუ ძრავი ახლა მანქანას 5-დან 0 აქვს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მაგარი ძრავი. ყველაზე პოპულარული ძრავია ML-ში, ესე ვთქვათ, ნუ ზოგადად Mercedes-ში. იმიტომ რომ მაგ ძალიან მაგარი რესურსი. გადაცემათა კოლოფის, რა თქმა უნდა, თავისი აყენია, იმიტომ რომ იდეალურად მუშაობს. ახლა რამდენიმე ლოკაციაზე ვიყავით გადასაღებად და ანუ მანქანა ისე დადის, აი ამ ხელა საბურავებზეც მეც ML-ი მყავს 3 და 2-ია ჩემი და აი პირადად მე ახლა მაგალითად MS-ს რო ვყიდულობდე, თავიდან რო ვყიდულობდე მას, ანუ უეჭველი 5-დან 0-ს ვიყიდე, იმიტომ რომ წვითაც თითქმის იგივე სწავს, სიარულითაც ძალიან მაგრა დადის. ნუ ზეთიც 8 ლიტრი მიდის ერთშიც მეორეშიც, სხვაობა მარტო ფასშია და ანუ რა თქმა უნდა ძალაში, სვეჩებში, კი ბატონო. უკან ამორტიზატორები არ ჩანს, იმიტომ რომ თავისები აყენია, კი ბატონო, არ ჩანს. რატო არ უგურაიცება? კი, აუცილებლად, კი ბატონო, კი აბა. ანუ როგორც თავიდან ყველა ეძახა, მარტივად იწევა ძალიან. უკან ანუ ამორტიზატორი ჩაშკაზია აწყობილი, ამორტიზატორი, პრუჟინა და დაკაჩულია ერთად, ერთიანი სისტემა, ცალკე რაღაც ამორტიზატორი პრუჟინა. პრუჟინის თავზე დადგა მასალა 2 სანტიმეტრი ნახევარი, 2 სანტიმეტრი ნახევარი დაიდო, უკან აიწია 5 სანტიმეტრი, ანუ გიტარა ქვემოთ რა მაქვს 90 კილოსიანი კუთხით ორჯერ მეტს იმატებს, როგორც ამიხსნა ერთ-ერთმა კლუბელმა. ხო, ანუ უკან დადგა ეგრე გრძელი ბოლტები და მეტი არაფერი, უკანა მხარეზე გავანებეთ, უკან 5 სანტიმეტრი დაიწია. წინ ტორსიონებიდან რო ავწიე, თავის ამორტიზატორებზე მეტზე აღარ უშვებდა, ამორტიზატორი მაქსიმალურად გაიქაჩა. გინდა ან გადააკეთო თავის ამორტიზატორებს სხვა ტულკები დაუმატო, ან დააყენო Foreigner-ის ასეთი. შენ რომ ეს ურჩევ. Foreigner-ის, იმიტომ რომ თავისები რო იყიდო და გადააკეთო, თავისი ხო გააქვს, მეორადებიც ხო იყიდე, 100 ლარი მაინც დაგიჯდება და ჯობია გადაიხადო 200, იყიდო ახალი ამორტიზატორები დააყენო ისინი. და რადიკალურად. მოდი ახლა ცოტა ფასებზეც ვისაუბროთ, ანუ აწევის ფასები და ისინი? კი, ყველაფერი დეტალურად თქვათ, რომ ანუ ვინც არის ახლა დაუშვათ აი ცოტა ახალი ანუ ყიდვას აპირებს, რაღაც აპირებს, ნუ რო იცოდეს, ანუ ვინც გაკეთებას აპირებს ამანქანის, ანუ რა სირთულეებთან ექნება საქმე, მაგაზე კი ვსაუბროთ, მაგრამ კიდე ერთხელ ხაზს გაუსვათ ფასებს, ანუ წინა ბამპერი თქვით დაგვიჯდა 1200, უკანა ბამპერი დაგვიჯდა 900, ხო, საბურავები რა დაგვიჯდა შეკუნა? ვიცი, 7-8 თვის უკან
1100 ლარი. 1100 ლარი და ნუ ეხლა მდგომარეობას განახებთ ამ საბურავების 50%-ია ყველაზე კარგი შემთხვევაში დარჩენილი უკვე, იმიტომ რომ ცოტას არ დავდივარ. არსახლები არ მიყიდია, იმიტომ რომ ეს მოდელი თეგეტაში და 700 ლარი აცად 600. კი ბატონო. მე ხა ფაქტიურად ამ მანქანას ატყობთ, რომ ეს მანქანა როგორც სტერეოტიპი არის და როგორც ნათქვამია ML ტრასი GP არისო, არანაირად ტრასი GP არ არის კონკრეტულად ეს მანქანა და საერთოდაც რა რაღაცები შეუძლია ამ მანქანას, რაღაცები არ შეუძლია. ანუ არც ერთი ჩვენგანი არ მოვთხოვთ იმაზე მეც, რაც შეუძლია. თუ მოვთხოვთ, გაფუჭდება და სიო რა, გაგვიფუჭდება. საკმაოდ ძვირს ახლა მე 200 სიტყვით ვიტყვი ჩემ მანქანაზე, ანუ ხა ჩემზე მეტი თქვენ იცით, ბევრმა თქვენგანმა, იმიტომ რომ წლები ახავთ უკვე. ანუ სტოკის ქართული მდგომარეობის ML-ის, ანუ საკმაოდ ძვირი ღირს, ბამპერი ну კიდო ახოთ აივანი ძვირი ღირს, ანუ ორიგინალის უფრო ძვირი ღირს და თუ გაფუჭდა და ბრაბუსი 1000 ლარი ღირს, კი ბატონო, მაგრამ მე მაგალითად ჩემი აზრით ბრაბუსის ბამპერს მიჩვენა AMG-ის ბამპერი დავაყენო, თუ დაუშვათ გადავწყვიტ მე არა მგონი, ანუ გაკეთებას თუ გადავწყვეტ წინომგვალი ტუმანიკები უყენია ესე. ეგ არის ბრაბუსი? მე AMG მყავდა და იმას ეყენა ეგეთი. გონი ბრაბუსია თუ AMG? მარტო ეგეთი. AMG, მე მყავდა ეგეთი და AMG-ია. ეგ ბამპერები არის ძალიან ძვირი. კი ბატონო. მოდი გავაგრძელოთ აწევაზე. კი ბატონო, აწევაზე. უკან ეგ მასალა დაჭდა ძალიან იაფი 40 ლარი. ანუ თქვენ თვითონ უნდა აკეთოთ ბევრი რაღაცა, იმიტომ რომ ხელოსნებთან რომ მიხვიდეთ და უთხრათ რომ ამის ეკეთება. სამაგი დაგიждდება სავარაუდო. მივიტყვიან რომ რაც დაუჯდებათ და რომ. კი ბატონო. ანუ უკიდან ავწიეთ მაგით, გრძელი ბოტები გავუყარეთ და უჭირეთ ჩორლად. სიო, მეტი არაფერი. ბოტების დადუღება არ დაგავუწოთ აუცილებლად მოჭერეს დროს ვეღარ მიუდგებით. ქვემოდან რომ დაუდუღოთ. წინ გადავქაჩით ტორსიონები და გადააკეთოთ ამორტიზატორები. და ბამპერი რო დავაყენე და ლიბიოთკა წონის გამო დააგდოთ ცხვირი. და შემდეგი ეტაპი რა არის? იშლება ტორსიონი და ტორსიონი იწერო ერთი კბილით. ვიდეოც არის მაგაზე YouTube-ზე, მაგრამ ცოტა სხვანაირად უდია იმას და არეულად აქვს და ბევრი ვერ მიხვდება, ბევრს გააფუჭებთ. ერთი კბილით უნდა გადაწიოთ, მეორე მხარე როგორ აღიცნათ? რო დაშლით მიხვდებით, ვინც ერკვევით, ვინც მოინდომებით და გააკეთეთ, ყველა მიხვდება აბსოლუტურად ამას. კი. მაგას აწევთ, მაგრამ ეს საბურავი კრილოში ედება მაღლა პატრონიკში. დაახლოებით რა ადგილზე აბა, სადაც. ანუ ედებოდა მოხვევის დროს? არა, დიაგონალებზე. ედებოდა ამ ადგილებში, ანუ კრილოში ესე შეუკეთე, მაგრამ ედებოდა ასევე მაღლა როგორც ვნახე მე. გინდათ კუზაოდან რო აწიოთ. კუზაოდან ავწიე 4 სანტიმეტრით სახლში ჩემისთ. ერთი ხელოსანი მე უნდა 600 ლარს და უდებდა რეზინებს. კი. რეზინების დადება არ შეიძლება მეგობარსა გაკეთებული და უთხარი და არ შეიძლება მაგის გაკეთება და რატო? კუზაოს აქვს ბალიში თავისები, პატარა ბალიშები კინიმში არის მოქცეული, იმას აქვს კუზაოს და რამაშვილის თავის დაშვებული ქარხნული ლუფტი, ანუ რომ მოძრაობდეს ერთმანეთში. და ამან 6 სანტიმეტრზე დაულაგა რეზინები. ანუ ხო წარმოგიდგენია რამხელაზე მოძრაობს კუზაო და რამა ერთმანეთში. ნუ ჯერ ისეც ქანავს ეს მანქანა და კი. კუზაო დაიშლება წელიწადში შემოწედაში. მე ეგრე ვთქვა ყოველ შემთხვევაში. ნუ რბილი კი ყავს მანქანა, საშინად რბილია. 6 სანტიმეტრიან რეზინს რო უდებთ, ადვეს კაში არ იქნება, რაც ორ ადგილზე უდებთ 6 სანტიმეტრს იმდენი რეზინი, ხო? კი. ნუ აწევა ხა დაახლოებით რა დაჯდება, ანუ დალიფტო ამ მანქანის. ტორსიონებზე არ ვიცი, ვინ მოკიდებს ხელს და ვინ დაშლის, იმიტომ რომ მე მაგრად ვიწვრალე და არცად ხელოსანმა გამიკეთა. კუზაოს აწევაზე არაფერი ძვირი არ ჯდება, თქვენ ისითაც გააკეთებთ, არ მიხვიდეთ არცად ხელოსანთან, ანუ ვინმე როგორც თქვენ ჯიგარი ხადავში გინახეთ, აუხსენეთ, ან ვიდეო აჩვენეთ, ან ჩამოწერეთ რა უნდა გააკეთოს, გააკეთებთ. დავიწყოთ ახლა კუზაოზე რა ვიყიდე. ვიყიდე კაპრონი, დიამეტრი იყო 7 სანტიმეტრი, ანუ ბალიშის დიამეტრი რაც არის, იმაზე ოდნავ მეტი, ან ოდნავ ნაკლები თუ იქნება, აზრი არ აქვს. ბალიშების თავზე ლაგდება, ან ქვემოდან რამის მხარიდან აზრი არ აქვს, მაგას არანაირი. ეგ ერთი. 140 ლარის ვიყიდე თუ 150 ლარის კაპრონი, ხო? ეგრე მგონი. ეს კაპრონის შემდეგ გამოვჩახეთ კუზაოს ბოლტები რაც არის, იმაზე 4 სანტიმეტრით მეტი, ანუ რამდენიცად წევ კუზაოს. რამდენიცად დება მასალა, ხო? ის 4 სანტიმეტრიანი გამოვჩახეთ ბოლტები. თვითონ კაპრონიც სახში ავწიე კუზაო, ანუ ყველა ბოლტი დაუშვი. გაუყარეს გრძელი ბოლტები, რომ კუზაოდან არ დამეძრას, ანუ ხო ხდები? კი. ნახე, მყარი ადგილები რა, კუზაოს რაც აქვს, წინა 2 ადგილი და უკან 2 და ავწიე დანგრატებით ჩვეულებრივ სახში. ანუ რა დეტალებია გასათვალისწინებელი კუზაოდან უწევთ მანქანას. კუზაოდან იმიტომ უწევთ, ანუ წეღან როგორც ვთქვით, რომ კრილოში ქონდეს დიდი ადგილი. მეტი არაფერი პლუსი არ აქვს ამას. კრილოში ადგილი და მორჩით. და კუზაო ცოტა მაღლა წყლისგან შემოსვლან თავს დაიცავს. მეტი არაფერი. პირველი როცა წევთ, თავზე აქვს პლასმასები რადიატორს, ანუ დამჭირები რა, დამჭიმები არ ვარ იმოძრავს.
ეგენი უნდა გადახსნათ. შემთხვევით არ უყენია, მაგრამ არ იყინა, მაგრამ უნდა გადახსნათ იდეაში ეგრე. გადახსენით ეგ. მეორე, ბაკის ყელი თვითონ რამაზია დამაგრებული 10-იანი ან 8-იანი ბოლტებით პლასმასით. ეგ ვაფშე გადახსენით და აიწევს კუზავსთან ერთად არაფრის სამაგრების გაკეთება მაგას აღარ უნდა უსწრო მეტი არაფერი. კიდევ უკან ტრავერსიდან კუზაოზე პატარა რემენია. ანუ რაღაც რემენია, უსაფრთხოების რემენია, ისი უსაფრთხოებისა და არის რემენია. მაგას მოხსნით, დააგრძელებთ ან დაადუღებთ და მიამაგრებთ ისევ, რავი, სასურველია რომ მიამაგროთ ყოველ შემთხვევაში. ეგ ორი რა, ეგ შემდეგი. შემდეგ კიდევ რა არის? ანუ კაროტკიდან ჩამოდის, ანუ კაროტკა და კულისი. კულისიდან ჩამოვიდა თავისი შტირი, რაც არის კულისის ძირი და კაროტკასაც აქვს თავისი აქ გადამრთველთანაც არის ამ თვითონ სელექტორთან. ამიდან გადის პატარა რკინის შტირი რა. ამას ქვემოდან ეშვება შეშტიგრანით და თავისუფლად მოძრაობს ერთმანეთს, შეგხვდით, ანუ რეგულირების საშუალება აქვს. აწევის დროს, ანუ ეგ უნდა იყოს გადახსნილი. ანუ არ დაიკაჭოს, ანუ კაროტკაში არ გააფუჭოს ელექტრონის თვითონ რაც არის მექანიზმი, ანუ კულისა არ გააფუჭო მანქანაში. მაგას გადახსნით და ხელით დაარეგულირებთ, ნახავთ, რომ ანუ ჩვეულებრივ მდგომარეობაში უნდა იყოს, როგორც აწევამდე იყო თვითონ რიჩაგი კაროტკის, ხო? დაუჭერთ შემდეგ ისევ, როგორც გაჩერდება, ანუ რო აიწევს თავის ხო გამოვა უკან ის ნელ-ნელა რო შორს მიდის. როგორც კი გაჩერდება, გადაუჭერთ და всё, მეტი არაფერი არ არის. კიდევ რავი, რა უნდა გამახსენდეს. სხვა დეტალები რა არის? ანუ ფეხებში რას არის, ანუ სადანგრატებთან არის კუზავის ბოლტები აქ. და აქ როგორც ხვდები, ყველას აქ პრობლემა ალბათ ხშირად წყალი ჩამოდის ფეხებში და რატო? რატო ჩამოდის და არის ფეხები იბიდნება ლუქის არხები როგორც ვიცი, ხო? და ეგ რო იბიდნება ფეხებში როდება წყალი. ეგ მეც მაქვს მაგის პრობლემა, აქ ჩამოდის ხოლმე, აი განახებთ, აი აქ მიგროვდება ეს წყალი, აი აქ. ყველა მხარეზე შვება, უკანაც შვება, წინაც შვება და ანუ ამ ადგილებში კუზავის ბოლტები ჩამიწყდა. და ჩაწყვეტით ანუ დრელით მინდოდა რომ ამომიღო ბოლომდე ეს ბოლტი და დამედუღებინა თავზე ახალი, მაგრამ დამეზარა. ბოლოში გადავჭერი ეს ბოლტები, გამოვჩახეთ, გაიკები, მივადუღეთ თვითონ კუზაოზე. ანუ დამპალი კი არ იყო იმას, ბოლტი მოწყდა უბრალოდ და მორჩა მეტი არაფერი. ანუ წვეთი რო ჩამოვიდოდა ჟურნალ და ალბათ დაასუსტა ჟანგმა დაიმა. შეიძლება. ანუ გაიკები მივადუღე და ქვემოდან დაუჭირე მეტი არაფერი. კი. ნუ ჩვენი ეს ინფორმაცია იყო უბრალოდ ვიდეო რო დიდი არ გამოგვივიდეს, ძალიან დიდი. ანუ მოკლედ გითხარით ყველაფერი, თუ რამე დაგაინტერესებთ, რაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ და რამე ვერ გაიგეთ, შეგიძლიათ ჩაკოს Facebook-ზე მიწეროთ. არ არის პრობლემა, ყველაფერზე გიპასუხებთ, მე მგონი რავი რა პრობლემა უნდა იყოს. ანუ თლიან ჯამში, აი რა ჩვენ გაიანგარიშე და ახლა ნუ შაკოს საკმაოდ კარგი სიმაღლე აქვს, თვითონ მანქანა ბევრად მაღალია, ვიდრე ახლა ანუ GoPro-თი ვიღებ, ვიდრე GoPro-ში ჩანს ეს ყველაფერი და ანუ თლიანობაში ეს მანქანა რა გიზის და ხო, ხარჯები უკვე ვისაუბრეთ, რა როგორ ანაირად, ნუ აქედან ახლა თქვენს გამოიტანთ უკვე განაჩენს რა დაждდება, როგორ დაждდება თლიანობაში SML-ი რაზის, ესე ვთქვათ, რამდენი დაგიჟა თავის ყიდვის ფასიან, გაკეთებიან, როგორც ვიცი, ცოტა გვიან ადრე ყავს ნაყიდი. 3 წელს უკან ვიყიდე, სპეციალს ეძახიან, ანუ სპეცედიშე. ციგივია, რაღაც პატარა რაღაცები, კაპოტი ეგეთი და პლუსები და всё, მეტი არაფერი. ხო, ანუ ეგრეთ წოდებული შიფერი კაპოტია ეს მანქანა. მეტი არაფერი სხვა არ არის. ანუ რა დაჯდა, თავისები ყველაფერი გავყიდე 1800 და 1900 ლარამდე. ბამპერები, პლასმასები და საბურავები მქონდა კარგი 1900 ლარი. მაგის გარდა ამ მდგომარეობაში რაც არის, ანუ ყველაფერი რაც არის, აბსოლუტურად 1400 და 1500 დოლარამდე დაჯდა. 1000, ნუ მე მგონი. იმ შემთხვევაში მე რო ვაკეთებ საკუთარი ხელით აკეთებ, კი. ხელოსანში რო ფული არ წაგივა, ვიღაცამ რაღაც გამოგითვალოს იმაში რო ფული არ წაგივა და ეგეთი რაღაცეები რა. ნუ დანარჩენი ხა თქვენ გადაწყვიტეთ უკვე მეგობრებო, იმიტომ რომ თუ გევასებათ, ანუ ML-ის გაკეთება თუ გინდათ და ანუ ასეთ მდგომარეობაში გავდეთ, მე მგონი 1200, 1300, 1500 დოლარი არაფერი პრობლემა არ არის რა. ერთი თუ ჩვენი ინფორმაცია იყო, მე მგონი იმისთვის, ვისაც ML-ის გაკეთება უნდა, ნუ არც ერთ ვიდეოში არ ახსენებენ ხოლმე არადროს ფასებს, ანუ რა დაჯდა, როგორ დაჯდა, რატო დაჯდა. არ ვიცი, ნუ მე მგონი შაკუნა ყველაფერი იდეალურად ჩამოაყალიბა, მოგიყვათ, გამოგცათ ყველაფერი, დანარჩენი თქვენზეა უკვე. რაც შეეხება ამ ვიდეოს დასასრულს, ბოლოში კიდევ ვიტყვი მას, რომ ნუ ამ დღეებში ვაპირებთ წასვლას იქ, ნავი დაიგეგმა, მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი ამის და
დაპლიუსდით ამ ვიდეოზე, რამდენი წამოხვალთ, როგორ წამოხვალთ ბატეთის ტბაზე, თუ არ იცით როგორია ჩაწერეთ Google-ში და ნახავთ ბატეთის ტბის სურათებს. ძალიან მაგარი ადგილია, მაგრამ გასათვალისწინებელი არის ის, რომ შაკუნა იყო ამ მანქანით რამდენიმე დღის წინ, ესე ვთქვათ და გზა როგორც ვიცი საკმაოდ რთულია. გზა, ანუ რამოდენიმე რთული მონაკვეთია, ყველა ემელია, მაგრამ პაროგების გაფუჭების შანსია, ბამპერების გატეხვის შანსია. ბამპერები თუ არ გიყენეთ და პაროგები, ვფიქრობ, რომ არანაირი პრობლემა არ შეგექმნათ, არანაირი. უბრალოდ პლასმასებს მოუფრთხილეთ. კი ბატონო. წამო პლასმასებით და ჭკვიანურად ივლის, მგონია რომ არც წინ არ გატეხავენ არაფერს. მე. ხო, ანუ მე თუ დავუშვათ, კარგად დავწყვიტე, უბრალოდ ეს კარტი ჩაიძრება, ასე ვიზავთ ასე. ერთ სიტყვით, ანუ თუ შევიკარით საკმარისი კამანდა, ესე ვთქვათ, მე აუცილებლად მოხსნი ბამპერს, იმიტომ რომ მაინც თავის დაზღვევაა, არ არის პრობლემა ხამის წინა ბამპერის მოხსნა. თავს დავიზღვე, მოხსნი და ნახავთ. დავუშვათ, თუ წავალთ, ძალიან მაგარი იქნება. ანუ უმაგრესი ადგილია, მე ვარ ნამყოფი ადრე, ძალიან მაგარია, თუ წავალთ, არინანებთ, გავერთობით მაგრად. ეხლა დროებით, კვირას იგეგმება ეს ყველაფერი, გასათვალისწინებელია და დროებით დაგემშვიდობებით, კვირას თუ შევხვდებით, უფრო ახლიდან გავიცნობთ ერთმანეთს. ანუ მეგობრებო, რისი თქმა დამოვიწყდა, ანუ ემელის პრობლემა რაც არის და იძახიან, არის სუსტი რაზატკა. და მქონდა ნანახი ფორუმებზე, რუსულ ფორუმებზე, რომ რაზატკა შემატება ზედმეტ-ზედს. და როგორ ემატება ეს ზედმეტ-ზეთი, ხელოსნებმა რო არ მოიტყუოს, რომ უნდა ჩამოიღო და 200 ლარი დაგიჯდება და 300. ძალიან მარტივად შეძურებით ქვეშ, ძღოლის მხარიდან გააჩენ მანქანას, რაზატკის ზემოთ გადაყოთ ხელს და არის საჰაერო. იმ საჰაეროს კბილიდან გამოაძრობ, დაატრიალებ ასე, ჩამოიტან ქვემოთ. იღებ შპრიცს 60 მგ-იანს, 100 მგ-იანს, როგორც იმას 60-იან ჯობია. აიღებ ამ საჰაეროს, შეუშვებ, თით დააწვევი, გადავაეზეთ, მაგრამ ცოტა დაიღურებან, ხო ხტები? ქვემოთ ჩამოწეულეთ და წნევით ოტენით, ხო? და ეგრე ნელ-ნელა ჩაამატებ ზეთს. ამაში მინდა ლიტრა 800. თუ სწორად მახსოვს, თუ არ დამავიწყდა. რაც უნდა იყოს ამის ზომა, ჩავასხი ლიტრა 200-ით მეტი,ლიტრით მეტი. არ ვიცი რამდენად ვიზღვევ თავს, მაგრამ არც სანიკებს გაუპარებია ზოგი რო იძახის ხელოსანი და არც არაფერს. ჩაასხავს შოვლებ და თავი დაიზღვით.